დავიწყოთ ვარჯიში, მომაწოდე ბურთი. ლეო, მთელი ძალით კი არა, უბრალოდ პასი უნდა მოგეცა ჩემთვის. სიძლიერე არ გამომიწვია. და საერთოდ, როგორ მოხვდი სკოლის გუნდში? მე ერთადერთი კანდიდატი ვიყავი. და ეს ნიღაბი რა არის? რა გაქვს მან? მაგარია, ეს შენია? კარგი, აქამდე არასდროს მინახავს. ჰელოუინისთვის შევინახოთ. მინდა ვცადო. როგორ გამოვიყურები? საშიში მოსასხამი გაკლია. მაგრამ ამ ნიღბის დარებისას უსნაურად გრძნობ თავს. წადი და სხვებსაც ჩვენე ნიღაბი. მართალია. ჰეი, მაქს, შეხედე რა ნიღაბი ვიპოვე. მაგარია. რას აკეთებ? კარგი, ყვავილების მოვლა გთხოვეს. რატომ მჭირდება ეს სარეველები? ჰეი, რას აკეთებ? რას ჭირს ამელგას? რას აკეთებ? სკოლისთვის დავალებას ვაკეთებ. გინდა შეხედო? რა თქმა უნდა. რა ნაგავია? ჰეი, მე მეწყინა. რა გააკეთე? მოიცა, საათობით ხატავდი ამას. შენ ძალიან მახინჯად ხატავ. ამელკა, რამ შეგაწუხა? ბოროტების კეთება მიყვარს. მგონი ვიცი რაც ხდება. რა მოხდა? სად ვარ? ახლა ახსენი, რატომ გამიფუჭე ნახატი? და ჩემი მცენარეები. არაფერი გამიკეთებია. გგონია რომ ბრმები ვართ? ერთი წუთი გაქვსო მახსნა. არ ვიცი, მსგავსი არაფერი მახსენდება. კარგი, ვიცი რომ ეს ყველაფერი ნიღბის ბრალია. მან ამელგას ეს აიძულა. კარგი, რა შუაშია ნიღაბი? ამელგა ყოველთვის კეთილი იყო, მაგრამ როცა ნიღაბი გაიკეთა, მართალია, როგორც კი ნიღაბი გავიკეთე, თავში ყველაფერი ამერია. მოიცა, უბრალო ნიღაბს ადამიანის კონტროლი საერთოდ არ შეუძლია. მართალია, მათ ჩვენი მოტყუება სურთ. მომეცი ეს. ახლა კი დავამტკიცებ რომ ეს მხოლოდ ნიღაბია. როგორ გზნობ თავს? უცნაურია. რაღაცის გაფუჭება მინდა. კარგი რა, ეს ჩემი საყვარელი ჩოგბურთის ჩოგანია. არა, შენ გააფუჭე. ჰეი, მაქს, რას აკეთე? ლეო, დაიჭირე, სანამ ამელია სამესავნებს. გამიშვით, ახლა იცოდეთ ყველას გადაგწვავთ. რა მოხდა? რატომ მიჭერთ? ამელკაზე თავდასხმა გინდოდა. სისულელეა, ამელკას არასდროს ვავნებ რამეს. ასე რომ, მართალია, ნიღაბი ბოროტების ჩადგენს გაიძულებს. საიდან მოიტანე ის? ბუჩქებში ვიპოვეთ. იქნებ ვინმემ გადმოაგდო? არ ვიცი, საიდან გაჩნდა, მაგრამ უნდა მოვიშოროთ. გეთანხმები, მოდი უბრალოდ გადავაგდოთ. დიახ, ეს საშიშია. არ უნდა დავიტოვოთ. ახლავე უნდა მოვიშოროთ. მიიღე. ჯანდაბა. ამელკა, როგორ მოგეწონა ჩემი ახალი ნახატი? ოღონდ ჯერ არ დამემთავრებია. კარგია, ეს სამხატვრო სკოლისთვისაა? კი, ბოლო ნახატი შენ დახიე. ბოდიში, იცი რომ თავი ვერ შევიკავე. არა უშავს, არ ვბრაზდები. მომისმინე, შეგიძლია კალათიდან ფანქრები მომიტანო? ის კაბინეტშია. მოიცადე ერთი წამი. რომელმა თქვენგანმა შემოიტანა ეს სახლში? არც კი შემოგხედო, ჩვენ არ შევხებივართ. მეც არ შევხებივარ. ნუ იტყუებით, ნიღაბი თავისთვის ვერ მოხდებოდა? და იქნებ შეძლო. მართალია, ის დაწყევლილია. თქვენ მე მაშინებთ. შეიძლება, მაგრამ მას სიარული ნამდვილად არ შეუძლია.
ან იქნებ შეუძლია. ვაუ, მას ტელეპორტაცია შეუძლია. ჰეი, მაქს, ჩვენ რომ იცოდებ თამაშობ, დაივიწყე თამაში. აქ მოჯადოებული ნიღაბი გვაქვს. როგორც ჩანს, ამ სახლიდან გასვლა არ უნდა. გამიკეთეთ. მოიცა, გესმით ეს? რაზე ლაპარაკობ? ვერაფერი გავიგე. ნიღაბი, ჩვენის გველაპარაკება. სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, ვაშინებ. მაგრამ არ ვიტყუები, საკმარისია. ვიცი როგორ მოვიშორო ნიღაბი. ამანაც შორს გავგზავნი, რომ აღარ დაბრუნდეს. სად? ჩრდილოეთ პოლუსზე? ეს ძალიან მარტივია. ვულკანის კრატერზე რა სიტყვით? ან ოკეანის ფსკერამდე, ან იქნებ პირდაპირ მთვარეზე? ვიცი, მარიანას ღრმულის ძირამდე. და რა არის მარიანას ღრმული? ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილია, 11,000 მეტრის სიგრძის. იქ ბანაობა მინდა. წყლის წნევა გაგანადგურებდა. წყალი თხევადია, ის ვერაფერს მიზამს. ხო, კიტი, ნუ სულელობ. ამანაც ახლა ფოსტაში წავიღებ და ვეთქვი რომ სასწრაფოდ გააგზავნონ. და ჩვენ რა უნდა გავაკეთო? სახლში დარჩით. წამო, ვითამაშოთ, წავიდეთ. მე ხატვას გავაგზელებ. გაიკეთე ნიღაბი. ვინ ამბობს ამას? ვინ არის ეს? რამეს ეძებ? აქ ვიღაც იყო. კარგი, ვერავინ დავინახე. აქ ნიღბიანი კაცი იყო. მე მგონი მომეჩვენა, არა უშავს. ახლახან სამანათები გავგზავნე. ნიღაბი აღარ მაქვს, მაგრამ მე დავინახე. მოგეჩვენა, მოდი შიგნით შევიდეთ. კარგი, დღეს სუსტი ხარ. ჩემთვის აქ ჯდომა არაკომფორტულია. გამოდი აქედან. არა, მართლა, რაღაც რიგზე არ არის. ამელკა, იქ. მოიცა, დამშვიდდით. რა მოხდა? ნიღაბი დივანზეა. ეს შეუძლებელია. კარგი, დაბრუნდა. როგორ არის ეს შესაძლებელი? აწევლილია. ჩვენ ვერ მოვიშორებთ. ვიცი რა დაგვეხმარება. არა მგონია, ნიღაბმა 220 გრადუს ცეცხლს გაუძლოს. ხოლოდ ნაკვარს ხალიღა დარჩა მისგან. კი, ახლა ნამდვილად არ დაბრუნდა. ჰეი, კიტი, რატომ ხარ გაშეშებული? მიპოვე. ჰეი, კიტი, გესმის შვენი? მოიცა, სად მიდიხარ? მოიცა, რას თხრი? კარგი, ნიჩაბი მოგცე? სულ მცირე ხელთათმანები მაინც გაიკეთე. როგორ არის ეს შესაძლებელი? არ ვიცი, იქნებ სხვა ნიღაბია? არა, ეს იგივე ნიღაბი არის, მაგრამ დავინახე რომ ცეცხლში დაიწვა. ნიღბის განადგურება ალბათ შეუძლებელია. ეს საშიშია. რა იცი ამის შესახებ? არაფერი, მაგრამ მესმის როგორ მელაპარაკება. კიტი, კარგი, მაშინებ. უნდა გავარკვიოთ როგორი ნიღაბია ეს და როგორ მოვიშოროთ იგი. სურათები გადავუყოთ და ინტერნეტში მოვძებნოთ. როგორ ვქნათ ეს? ფოტოების სიებით, ებამომეცი გაჩვენო. კარგი. კარგი, დააჭირე აქ. რამე იპოვე? ვიპოვე. დაწყევლილი ხის ნიღაბი. წერია რომ ნიღაბი ხისგან არის დამზადებული, რომელიც უძველესი დემონის სახლი იყო. როდესაც ხე მოჭრეს და ნიღაბი დაამზადეს, მაშინ დემონის სული ჩასახლდა. ანუ ეს ნიღაბი შეპყრობილია? წერია როგორ მოვიშოროთ? ისტორია არასრულია. ვიღაცა მთელი ნაწილი წაშალა. როგორც ჩანს, ვიღაცას ნიღბის განადგურება არ უნდა. იქნებ თავად დემონმა? ჰეი, კიტი, რას აკეთებ? მოიცა, ნუ გაიკეთებ.
ვა, რა კოსტუმია? ეს დემონია, მან კიტის სხეული შეიპყრო. კარგი, ახლა მე უნდა მოხსნათ ეს ნიღაბი. მაქს, ჰეი, გავუშვი. სუნთქვა მიჭირს, მეც. გაუში ორივეს. კარგად ხართ? როგორ ჩანს? დემონი გაქრა და კიტი თან წაიყვანა. როგორ გააკეთა ეს? რატომ გაიკეთა ნიღაბი? წინააღმდეგობას ვერ უწევდა. დემონმა დაიმორჩილა. კარგი, ნიღაბი მაინც მოვიშორეთ. კარგი, ჩვენის უნდა დავაბრუნოთ. როგორ? ნახე რამდენად ძლიერია დემონი? გეგმა უნდა შევიმუშაოთ. გამონყევით. დაამგვარად, პირველი წესი, ჩვენ არ შეგვიძლია დემოზე თავდასხმა, რადგან კიტი დაშავდება. კარგი, წესი მეორე, დემონის სუსტი წერტილი ნიღაბია. თუ მას მოხსნით, კიტი თავისუფალი იქნება. იდეები? თუ თავში მთელი ძალით დავარტყამთ, ნიღაბი გატყდება. კი, კიტის თავიც, სხვა გეგმა გჭირდება. ტერმიტები კიტის სახიდან ნიღაბს შეჭამენ და ის გათავისუფლდება. ტერმიტები არ ყავს, ეს ძალიან რთულია. რისი ეშინიათ დემონებს? ნაკურთხი წყლის. სწორია, ნიორის. ეს ვამპირებზეა. იქნებ ჯვრის? ამან შეიძლება იმუშაოს. და მათ ასევე ეშინიათ ეკლესიის სანთლების. მე გუნდრუკიანი სანთელი მაქვს. და რა არის გუნდრიკი? სანთლების დასამზადებლად გამოიყენება. ბოროტსულებს მისი ეშინიათ. მოდი ეს ყველაფერი ვცადოთ. იქნებ რამე გამოვიდეს. კარგი, და დავიწყოთ. ნაკურთხი წყლით. ეკლესიიდან წყალი მოვიტანოთ? ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ამას. ვიცი როგორ. გონი ეს კოსტუმი ძალიან დიდია შენთვის. არ აქვს მნიშვნელობა. თავარია რომ მას წმინდა ძალა და ჰქონდეს. ახლა რა? მისი დახმარებით ნაკურთხ წყალს დავამზადებ. ლოცვას კითხულობ? გაჩუმდი, კონცენტრირება მჭირდება. ო, მესმის, მონაზვნის ლოცვა. ეს ლოცვა და ტანსაცმელი ამ წყალს ნაკურთხ წყლად დაქცევს. ახლა გამიხვდი ამას? კი, ეს მაგარია. კარგი, შეგიძლიათ გაჩუმდეთ? ხელს მიშლით. სულ ესაა, ბოდიში, ჩუმად ვართ. ვაუ, ეს ნახე? გასაგებია, ჩუმად ვართ. ნაკურთხი წყალი მზადაა? შეგვიძლია მისი მოქმედებაში გამოცდა. უნდა მოვამზადოთ ჩაი და ვთხოვოთ დემონს რომ დაალიოს? არა, მაქს, წყლის პისტოლეტები მოიტანე. გასაგებია. ხედავ, მადლობა კაპიტანო, ყველა ვხედავთ მას. ნუ ხმაურობ, ის ჩვენ ხმას გაიგებს. ნახოთ რას აკეთებს იქ. ეს რაღაც ბნელ რიტუალს გავს. ის იქ არის, იმდენი ძვალია. სანამ ჩვენ გეგმას ვამუშავებდით, ის ადამიანებზე და ცხოველებზე ნადირობდა. ეს ჩვენი შანსია. მოდით შევუტიოთ. მაქსი მართალია, სანამ ის რიტუალით იქნება გატაცებული, ჩვენ ჩუმად მივალთ. ეს შენი ბინძური ხრიკების დასასრულია. ვეღარავის დაუშავებ რამეს. ჰა, მიიღეს. რაღაც ჯიგზე არ არის, როგორც ჩანს, ნაკურთხი წყალი არ მუშაობს. და რა უნდა გავაკეთოთ? გაიქეცით. უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად. მოიცა, სად არის მაქსი? არ ვიცი, ის ჩვენ უკან მორბოდა. გამიშვი. მას დახმარება სჭირდება. მოიცა. თუ იფწავალ, ჩვენს დაგოტყოვებენ. უბრალოდ მივატოვოთ ის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და შესაფერის მომენტს დაველოდებით. გამიშვი. რა გინდა? შენი სული. მიშველეთ, ვინმე მიშველეთ. რას აკეთებს ის? მაქსზე რიტუალს ასრულებს. იმედია მაქსი არ დაშავდება. კიტი, მოიცა, ჩვენ მეგობრები ვართ. ღმერთო ჩემო, რა ხდება? სად არის მაქსი? იქ, სკამზე. ანუ ამბობ, რომ ეს ჩონჩხი მაქსია? დიახ, დემონმა მისი სული წაიღო, მისგან დარჩა ძვლები. ჯანდაბა მაქს, როგორ შეგვეძლო ამის დაშვება? რა უნდა გვექნა? ვერაფერს გავაკეთებდი მის დასახმარებლად. კარგი, ეს ბოთლი დემონს ხელში რომ აქვს, თითქოს მაქსის სულია მასში. თუ მას თავეუფლებით მაქსის გაცოცხლება შესაძლებელი იქნება? არ ვიცი, მაგრამ ცდად ღირს. პირველ რიგში გეგმა უნდა შევიმუშაოთ. გეგმა? ნაკურთხი წყალი არ მუშაობს. გადავიდეთ გეგმა B-ზე. რა არის გეგმა B? წმინდა ჯვარი. თუ წყალი არ მუშაობდა, მაშინ ჯვარიც არ იმუშავებს. მართალი ხარ, B გეგმასაც ვივიწყებთ.
გეგმაცე. ეკლესიის სანთელი. კარგი, არ მგონია რომ გამოვიდეს. რატომ? რიტუალური წრის გარშემო სანთლები იყო. მაშინ გეგმები ამოგვეწურა. კარგი, გამიგია რომ დემონებს კაშკაშა სანთლის ეშინიათ კარგი იდეაა. მოდი ოთახში შევიყვანოთ და ნათურები ავანთოთ. და კაშკაშა განათება დასუსტდება და ჩვენ შეგვიძლია ნიღაბი მოვხსნათ. და მაქსის სული დავაბრუნოთ. წამოდი, ხაფანგი უნდა მოვამზადოთ. ყველაფერი მზად მაქვს. მეც როდესაც დემონი ოთახში შემოვა, ჩვენ სინათლეს მისკენ და მიმართავთ. მე რა? სანამ დემონი დასუსტებულია, შენ მას ნიღაბი უნდა მოხსნა. იმედი მაქვს რომ იმუშავებს. თუ არ გამოვა, შემდეგი ჩვენ ვიქნებით. ახლა კი დავიმალოთ. რას აკეთებს იქ? არ ვიცი, ახლა ვნახოთ. მოიცა, ამ სინჯარებში დემონის მიერ წაღებული სულებია. მას მათი დალევა კოქტეილის მსგავსად უნდა. შეხედე, მაქსის სული იქ არის. დრო არ არის, ჩართე ფანარი. მიდი, ლეო, მოხსენი ნიღაბი. გასაგებია. მოხსენი, ნიღაბი მე მაქვს. რა მოხდა? სად ვარ? კიდი, შენ დაბრუნდი. საიდან დავბრუნდი? სადმე წავედი? არაფერი გახსოვს? მაქსი, დემონი, საშიში რიტუალები. კარგი. მხოლოდ თავში შემაწუხებელი ხმა მახსოვს. სულების წაღებას მხოლდა. მაქსი, მისი სული. მისი სული უნდა დავაბრუნოთ, მაგრამ როგორ? ძვლებზე რომ დავასხათ? მოიცა, ეს მაქსის ჩონჩხია? კი, შენ წაიღე მისი სული. რა? მე არ შემეძლო ამის გაკეთება. დაწყებულმა ნიღაბმა გაიძულა ამის გაკეთება. ბოდიში, კარგი, თავი ვერ შევიკავე. ცოცხალი ვარ. შენ, ჩემი დალევა გინდოდა, კიტი. საიდან ისი? ბოთლში ვიყავი და ყველაფერი დავინახე. გითხარი, თავს ვერ ვაკონტროლებდი. ეს ყველაფერი ნიღბის ბრალია. შენ ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ მოვიშოროთ იგი. ვიცი რომ ნიღბის განადგურება ვერცხლის იარაღით შეიძლება. საიდან იცი? როდესაც დემონი ჩემს თავში იყო, მისი აზრების საკითხო შემეძლო. ვერცხლის ჭურჭელი მაქვს. კოვზით გინდა რომ ეს ნიღაბი გავანადგუროთ? ახლოს მჭედელი ცხოვრობს. ის ვერცხლის ნაკეთობებს იარაღად გადაადნობს. კარგი იდეაა. მე ვერცხლს წავიღებ, თქვენ კი ნიღაბი დაიცავით და დემონს ნუ მისცემთ უფლებას, რომ მოგაჯადოვოთ. მე დავიცავ მას. არა. კარგი, სუსტი ხარ და დემონს ვერ გაუძლებ. ორივე სუსტები ხართ. კარგი, ნიღავს მე დავიცავ. ვერც შენ გენდობით. გირჩევთ რომ ნიღაბი ერთად დავიცვათ. კარგი იდეაა. კარგი, მაგრამ თვალყურს გადევნებთ. კარგი, აღიარეთ. ნიღაბი გელაპარაკებათ? არა. მოიცა, 10 წუთი აქვს ხედვართ. უკვე უნდა ეთქვა რამე. იქნებ დემონი უკვე დაიღალა ჩვენგან? ან იქნებ ვინმეს უბრალოდ? არ უნდა ამის აღიარება? მე დემონი ნამდვილად არ მელაპარაკება. არც მე. ამ წყალს უცნაური გემო აქვს. კბილებზე ფხნილს ვგრძნობ. ლეო, წყალი შენ მოწამლე? როგორც მითხარით, ჩემო ბატონო. გამიკეთე. ჭედელმა ვერცხლის იარაღის დამზადება მოახერხა. გამორიცხულია, ამბის გამეორებას არ დავუშვებ. ამჯერად ნიღაბი ნამდვილად გაქრა. რა მოხდა? ლეო, მოგწამლა. კარგი, ბოდიში, თავი ვერ შევიკავე. ბოლო მომენტამდე არ დანებდა. სურდა ლეოსთვის ნიღაბის გაკეთება ეძულებინა. და რატომ მე? ერთადერთი ხარ, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია. წინააღმდეგობას მას ვერ გაუწევდი. დემონის უკანასკნელი იმედი იყავი. კარგი, ეს დასასრულია? კი, კარგი. ვერცხლის იარაღმა ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურა ეს ნიღაბი. ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. მეგობრებო, იმედია ჩვენი ვიდეო მოგეწონათ. თუ ასეა, გთხოვთ დაალაიქოთ და გამოიწევოთ არხი. კომენტარებში დაწერეთ, მოგწონთ თუ არა ესეთი ისტორიები. დააჭირეთ ზარის ხილაკს, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას!